ნატოს წევრ ქვეყანას რომ ითრევ ომში და ეს დაადასტურა პოლონეთის პრეზიდენტმა რომ მას ითრევდნენ ომში ნატოს წევრ ქვეყანას ამას რომ უბედავდნენ. ეხლა საქართველოს მიმართ რასაც აკეთებდნენ რასაც აკეთებდა უკრაინის ხელისუფლება პრეზიდენტი ზელენსკი რაც მან ქართულ ხალხს გაუკეთა და ჩვენ ამაზე ჩუმად ვართ იმიტომ რომ ჯერ კიდევ ომში არიან და ვინდობთ უკრაინის ხელისუფლებას იმ ხრივ რომ არ გვინდა ზედმეტ პოლემიკის შესახებ. თორე ის რაც მათ გაუკეთეს ქართულ ხალხს რომ უნდათ რომ ქართული ხალხი ქალები ბავშვები ყოფილიყვნენ ამ ორი ომის მონაწილე. ხო ამ ეს უნდა ზუსტად აბა რო გამოდგა ესა უკრაინის პრემიერ-მინისტრი 28 თებერვალს 4 დღის დაწყებული ომია და მოუწოდებს აი ამ ორკულ საზოგადოებას ნაცორკებს რომ მიდითო და ხელისუფლებას მოთხოვეთ რომ თვითმფრინავით სახელმწიფო თვითმფრინავით გამოუშვას ხალხი ომში. აი ესე გვითრევდნენ ომში რა თქმა უნდა და აი ეს არის სინამდვილეში აი უსამშობლობის მთელი პრობლემა რომლებიცაც ზელენსკის სიტყვა უფრო დიდი არის ვიდრე საკუთარი ქვეყნის ინტერესი.